დანაკარგი როგორც ცვლილების წინაპირობა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი დანაკარგი ავხსნათ, რატომ შეგვემთხვა ის, რაც შეგვემთხვა. როგორ გავთავისუფლდეთ ან როგორ დავთმოთ ილუზია სინამდვილის სანაცვლოდ. ძალიან დიდი ხნის წინ დავკარგე უსაფრთხოების განცდის ნდობა. არანაკლებ საინტერესო არის თავად გადაყვარების თემა და გადაყვარების ფენომენი. დრო არის ყველაფრის მკურნალი? კარგი კითხვა არის. ჩემი გადმოსახედიდან ეს ჩემთვის ერთგვარად სულიერი საზრდო იყო. დღეს მე მივიღე ჩემი წილი თერაპია. მოგესალმებით აზროვნების აკადემიის გადაცემაში სიმპოსიონი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი ანა ღვინიანიძე და დღეს შევეხებით საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრს. ეს იქნება დანაკარგი, ცვლილება, დამშვიდობება, გლოვა, გამოუგლოვებლობა. ანა, პირველ ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოგბრძანებისთვის და მე თავიდანვე მინდა დავიწყო ფუნდამენტური საკითხით, როგორიც არის საკითხი ზოგადად დანაკარგის შესახებ და ასევე დანაკარგის ნაირსახეობათა შესახებ. პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ მომიწვიეთ. რაც შეეხება დანაკარგს, ჩემი გამოცდილებით, ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობით, მე მივხვდი იმას, რომ დანაკარგს აღნიშნავს ერთი ძალიან ძირეული კითხვა და ეს კითხვა არის სად ხარ? ან სად წახვედი? სად შეიძლებოდა გაუჩინარებულიყავი, სად შეიძლებოდა დაკარგულიყავი, როგორც წესი. და დანაკარგები იმდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ზოგადად, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი საკუთარ თავს ვერც კი უტყდება იმაში, რომ ზუსტად ეს კითხვა აქვს, ხომ? იმიტომ რომ აი მაგალითად მე მახსენდება შემთხვევები, როდესაც ადამიანებთან ურთიერთობაში აღმომიჩენია ის, რომ მათ დაკარგეს უახლოესი ადამიანი, მათ შორის გარდაცვალების შედეგად, გარდაცვალების შემდეგ, ეს არის უდიდესი დანაკარგი, რომელიც უდიდესი და თვალსაჩინო დანაკარგი, ხელშესახები დანაკარგი, როდესაც სხეული იკარგება ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენი საყვარელი ადამიანის სხეული აღარ არის ჩვენს ცხოვრებაში და შესაბამისად მისი სხეულის აღარ არსებობა, რა თქმა უნდა, აღნიშნავს იმას, რომ ის დაიკარგა. და ძალიან ხშირად ადამიანები ვერც კი ბედავენ ამ კითხვის დასმას, ძალიან უჭირთ დასვან კითხვა, რომ სად ხარ, სად გაქრი, სად წახვედი, ხომ, სად დაიკარგე, ესეც ძალიან ხშირი კითხვაა სხვათა შორის, რომელიც არა მხოლოდ გარდაცვალების შედეგად დანაკარგს აღნიშნავს, არამედ მაგალითად შეიძლება აღნიშნოს ძალიან ხანგრძლივი დროის მანძილზე ურთიერთობის გაწყვეტა, ხომ, როდესაც ადამიანს ვეკითხებით ამას, რომ სად დაიკარგე, ხომ. ეს კითხვა რთული დასასმელია სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს კითხვა უკვე აღნიშნავს და რაღაცნაირად დაამოწმებს და დაადასტურებს იმას, რომ ვიღაც ან რაღაც დაიკარგა. და რომ ჩვენ ვიმყოფებით ძიების ძალიან ხშირ შემთხვევაში და თან რაც მთავარია, არა იმდენად ძიების, რამდენადაც გზაბნეულობის მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ არ ვიცით, საით მივმართოთ თუნდაც ის სიყვარული, რომელიც გვაკავშირებდა ზუსტად იმასთან, რაც დაიკარგა. რაც შეეხება ნაირსახეობებს, უამრავი რამ საერთოდ შეიძლება დაიკარგოს ჩვენი ცხოვრებიდან, ხო? დანაკარგის სხვაგვარი აღმნიშვნელი ზოგადად არის ისევ და ისევ ცვლილება, რომ რაღაც შეიცვალა, რაღაც ჩვენს ცხოვრებაში იმგვარად აღარ არის, როგორც ჩვეული იყო, ხო? ანუ რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ მივეჩვიეთ და ჩვენთვის ჩვეული გახდა, ანუ ისე აღარ არის, ხო? ეს შეიძლება იყოს სხვათა შორის ურთიერთობა, როგორც დანაკარგი, ხო? როდესაც ჩვენ უმნიშვნელოვანეს ადამიანთან ურთიერთობას ან სრულად ვკარგავთ და ამ დანაკარგს აღნიშნავს ურთიერთობის გაწყვეტა მასთან, როდესაც გადავწყვეტთ ზრდასრული ადამიანები, რომ მაგალითად ადამიანთან, რომელთანაც ხანგრძლივი დროის მანძილზე თუნდაც გვაკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობა, ჩვენ აღარ ვიქნებით ერთმანეთის ყოველდღიურობის ნაწილი, ხომ? და წარმოიდგინეთ ეს რამხელა რყევა იმ ყოველდღიურობის, რომელიც მე მაკავშირებდა შენთან, როგორც ადამიანთან, რომელთანაც მაკავშირებს ზუსტად ეს სასიყვარულო განცდები, ხო? შეიძლება სხვათა შორის დაავადება ასევე აღნიშნავდეს დანაკარგს და მე მახსენდება სხვათა შორის ბევრი შემთხვევა, როგორ ეწინააღმდეგება ადამიანი დანაკარგის მიღებას, ხო? აი მაგალითად, როგორ უჭირს ადამიანს აღიაროს ის, რომ ჩემი სხეული აღარ მოქმედებს ისე, როგორც აქამდე მოქმედებდა, ხო? აი მაგალითად, მაქვს რაღაც გულსისხლძარღვთა დაავადება უკვე დადასტურებული, მაქვს მაგალითად
უწყვეტად მიმდინარე ისეთი დაავადება, როგორიც არის დიაბეტი მაგალითისთვის და რა თქმა უნდა, ეს მოასწავებს რაღაც ისეთს, რაღაც ცვლილებას, რომელსაც ადამიანები ეწინააღმდეგებიან, ხო? ასევე უმნიშვნელოვანესი და ვფიქრობ, აქ შევჩერდები, მე დანაკარგის ნაირსახეობა არის წარმოსახვითის დანაკარგი, ხო? როდესაც მე წარმოსახვითი, მაგალითად მე მოგაკუთვნე შენ რაღაც, ან მაგალითად მე რაღაცა უფლებამოსილება გადმოგეცი იმისი, რომ შენ მე გიყვარდე თუნდაც, ხო? და შენი ქცევები, ხო, ეხლება ჩემს წარმოსახვას, ხო, და მუდმივად ვიმყოფები დანაკარგის მდგომარეობაში, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მიჭირს აი ამ დანაკარგის მიღება, რომ სინამდვილეში შენ სულაც არ ხარ ახლოს იმ წარმოსახვითთან, რომელიც მე შევქმენი, თუნდაც რაღაც მიზეზებისგან გამომდინარე, ხო? დანაკარგი შეიძლება იყოს მაგალითად სხეულის ნაწილი შეიძლება დავკარგოთ და ძალიან რთული მისაღებია სხვათა შორის ამგვარი დანაკარგი, გარეგნულის სახეცვლილება ძალიან რთული მისაღებია და ზოგჯერ ადამიანები ერთბაშად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რაღაც მართლაც შეიცვალა ჩვენს გარეგნობაში, ხო? იმიტომ რომ ჩვენ თანაცხოვრებაში, ანუ თანავცხოვრობთ საკუთარ თავთან და ესე ყოველდღიურად შეიძლება ამ ცვლილებას ვერ ვიხელთებთ. იმდენად სათუთი ცვლილებებია, ხო? და ასევე, რა თქმა უნდა, დანაკარგი შეიძლება უკავშირდებოდეს იმ მომავალს, რომელიც მე წარმომედგინა, რომ იქნებოდა და ასევე არსებობს ეგრეთ წოდებული არშემდგარი ცხოვრება. ხო, როდესაც მე არშემდგარ ცხოვრებაზე, რაღაც ცხოვრების რაღაც განსაზღვრულ საფეხურზე ვამბობ უარს და მათ შორის აი ეს არშემდგარ ცხოვრებაზე არშემდგარი ცხოვრების დატირება, ასე ვთქვათ, ხო, არის ძალიან ხანგრძლივი გზა, უდიდესი რაღაც მდინარება, ასე ვთქვათ, როდესაც მაგალითად დაავადების გამო შეიძლება მიწევს ზუსტად აი ამ არშემდგარ ცხოვრებაზე საბოლოოდ უარის თქმა, ხო, ანუ საბოლოოდ დაკარგვა ზუსტად იმ წარმოსახვითის, რომელიც მე მაიმედებდა. აი, შემდეგში შეგვიძლია ზუსტად დავუბრუნდეთ, რატომ გვჭირდება საერთოდ სურვილიც სხვათა შორის არის ხოლმე დანაკარგის აღმნიშვნელი, ხო? რეალურად შეიძლება სურვილი იწარმოოს ზუსტად დანაკარგების ერთობლიობიდან. ხვდებით, აი ესეთი საინტერესო რამ არის ზოგადად დანაკარგი. კი, ანა, ძალიან საინტერესო იყო ეს თქვენი მსჯელობა, რომელიც არის მრავლის მომცველი და მრავალი ნაკადის გარჩევა შეიძლება და მრავალი თემა წამოიწევს წინ და მე მინდა თანმიმდევრულად გავჩერდე სხვადასხვა საკითხებზე. აი, პირადად ჩემთვის რაც არის ნიშნეული და განსაკუთრებით საინტერესო, იგი იმავე დანაკარგთან კავშირში, აი გარდაცვალების თემა რომ ავიღოთ, ხო? აი, მე აქ ერთ ისტორიას გავიხსენებდი, რა ვიცი, ჩამრჩა ასე ვთქვათ, გულში და გავიხსენებ. რამდენიმე თვის წინ იმავე აქვე აზროვნების აკადემიაში მქონდა ლექცია რაღაც წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში და როდესაც დავტოვე აკადემია და გარეთ გავედი, იქ შემხდა ერთი ქალბატონი, გამეცნო ეს ქალბატონი, მასთან ჩვენ ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი იყო შულმკვდარი დედა და მან ასეთი რამისკენ მომიწოდა, რომ აი იქნებ შეეხოთო ამ გარდაცვალების საკითხსო და აი მე ხა რასაც ვაკვირდები ხოლმე ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, რომ ვთქვა, რა თქმა უნდა გარდაცვალება, საყვარელი და ახლობელი ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მტკივნეულია, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულ სახეს იღებს ხოლმე ეს თითქოს აი ჩემი პრიზმიდან ასე ჩანს ორ შემთხვევაში, როდესაც აი დედა, ვთქვათ, ავიღოთ, მშობელი და განსაკუთრებით დედა კარგავს შვილს და აი მეორე მახსენდება, რომ აი როდესაც შვილი, მცირეწლოვანი შვილი კარგავს მშობელს და განსაკუთრებით კი დედას. მე მყოლია ასეთი მეგობრები და ვიცნობ და ვიცი ასე ვთქვათ ამ ადამიანების რაღაცნაირი შინაგანი გატეხილობა ასე ვთქვათ. და აი პირველ შემთხვევაში მშობლის შემთხვევაში აი ასეთ რამეს ვაწყდებით ხოლმე და თვითონ ამ ქალბატონთან საუბარშიც მე ვიგრძენი, რომ ეს ადამიანი მთლიანად ამ მოგონებებით სუნთქავს, ასე ვთქვათ, და ცდილობს, რომ თავისი დაკარგული შვილი დააბრუნოს იქ, საიდანაც ის წავიდა. აი გარემოცული ამ ატმოსფეროშია და ის მისთვის არც წასულა, ვერ ელევა მას, ასე ვთქვათ. და აი მეორე რაც ვახსენე, აი რაც შეეხებოდა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლის დედის დაკარგვას, აი ასეთი ბავშვები, ჩემი მეგობრებიც იყვნენ ასეთები და იმიტომ ვიცი და ვახსენებ ამას, ასე ვთქვათ. აი რაღაცნაირად თელ სამყაროს თავიანთ გარემოცვას თითქოს ადანაშაულებენ ხოლმე ამაში და ცდილობენ სხვა ადამიანებში გამოიწვიონ ის ტკივილი. თუმცა სხვათა ტკივილს ხშირად ასე ხდება, არ თანაუგრძნობენ, იმიტომ რომ მათი ფიქრით იმ საშინელ ტკივილთან, რაც მათ მიადგათ, აი ვერანაირი ტკივილი ახლოსაც კი ვერ მივა. და ეხლა ეს პირადად აი ამ დანაკარგის რაღაც ფართო თემის ჭრილში ჩემი პერსპექტივა თუ პრიზმა იყო ეს
გარდაცვალება და აი თქვენც რომ შემოხვიდეთ ასე ვთქვათ თქვენეული სიტყვის ნაკადებით. კეთილი, ყოველ შემთხვევაში ეს ორი რამ უმნიშვნელოვანესია. პირველი, რა თქმა უნდა, აღნიშნავს არამხოლოდ იმას, რომ მე ასე ვთქვათ დავკარგე ადამიანი, რომელიც განცდილი მყავს როგორც ჩემი გაგრძელება, ხო? და ხშირ შემთხვევაში ეს ასეც განიცდება. არამედ დავკარგე არამხოლოდ ეს ადამიანი დავკარგე, არამედ დავკარგე საკუთარი თავიც, ანუ მეც ხო საბოლოო ჯამში როგორიც მე წარმომედგინა მაგალითად საუკეთესო ხო ან მაგალითისთვის ზოგიერთი ადამიანის ვინაობის ანუ ეგრეთ წოდებული იდენტობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის თუნდაც დედობა ხო ან დედის როლი მაგალითად ხო ან მაგალითისთვის შეიძლება არა დედობა არამედ დედობრიობაც ასევე ხო და როდესაც მე ჩემი სათუთი განცდების სამიზნე, ასე რომ ვთქვათ, ხო, ხელიდან გამომეცალა, ხო? შეიძლება მე გამომეცალა ხელიდან ის რისკენაც მიმართულია ჩემი სასიცოცხლო ძალის უდიდესი ნაწილი, ხო? აქ რა თქმა უნდა დგება ზუსტად ის, რაც თქვენ შენიშნეთ, ხო, რომ გლოვა ინარჩუნებს კავშირს ზუსტად იმ ადამიანთან იქნება ეს თუ იმასთან, ნებისმიერ სხვა რამესთან, ხო? რაც მე დავკარგე, ხო? და სწორედ აქედან გამომდინარე არის ძალიან რთული უარის თქმა გლოვაზე და დასრულება გლოვის, ხო? ამას შეგვიძლია უწოდოთ ზუსტად გლოვაში გახიზვნა, როდესაც მე მოვმყუდროვდები გლოვაში და საბოლოო ჯამში ვერ ვინაცვლებ ზუსტად დანაკარგის აღიარების საფეხურზე, ხო? და ხშირ შემთხვევაში ხა ადრე არსებობდა წარმოდგენა, რომ ადამიანები აუცილებლად გაივლიან ამ საფეხურებს და გლოვა აუცილებლად ამოიწურება, ხო? თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ასე არ ხდება. ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანები მონაცვლეობენ საფეხურიდან საფეხურზე, მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვადანაშაულებთ სამყაროს, ხო? ვუბრაზდებით სამყაროს და ვევაჭრებით სამყაროს, ხო? ასეთი რაღაც როგორ შემემთხვა მე, ხო? ან რატომ უნდა შემთხვეო და მე, ესეც გლოვის აღმნიშვნელია, ხო? ეს არა მარტო ადამიანის დაკარგვის, სხვა შორის მაგალითად დაავადების, ძალიან იშვიათი დაავადებები, როდესაც არის, ან ნებისმიერ შეიძლება არა იშვიათი დაავადების დროს ადამიანს გაუჩნდეს საყვედური სამყაროს მიმართ, ხო? ანუ სამყაროსკენ მიმართული, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან საფეხურს გადის, ხო? როდესაც ჩვენ ვევაჭრებით და საბოლოოდ არის მნიშვნელობის ძიების საფეხური, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი დანაკარგი ავხსნათ, რატომ შეგვემთხვა ის, რაც შეგვემთხვა, ხო, მაგალითად, რატომ დაგკარგე შენ, ჩემი შვილი, ხო, რატომ შეიძლებოდა შენ გარდაცვლილიყავი, რატომ არიან სხვები, ცოცხლები, მაგალითად, ხო, ესეც რაღაცა საყვედურნარევი ზოგჯერ ღვარძლიანი ბრაზის საფუძველი არის, ხო? და ეს თავისთავად სრულიად ბუნებრივი და ადამიანური ნაწილია აი ამ ის ხო, ანუ გლოვის და ამ ბრაზში ვედრებაც არის სადღაც ნაგულისხმევი, ხო? ვედრება იმისი, რომ აი ძალიან ძლიერი ლტოლვა, იმისი სურვილი, იმისი, რომ ჯეროდეს რომ შემიძლია იმის დაბრუნება, ვინც დავკარგე, ხო? და განსაკუთრებით მძაფრად, რა თქმა უნდა, ვლინდება ეს იმ შემთხვევაში, როდესაც შვილს ვკარგავ გარდაცვალების შედეგად, ხო? თუმცა რა თქმა უნდა ნებისმიერი დანაკარგის გარდაცვალების შედეგად აღინიშნება ამით განსაკუთრებული ასე ვთქვათ გავლენის მოხდენა შეუძლია იმ დანაკარგს რომელიც ჩემს წარმოსახვაშიც კი არ არსებობდა. აი როდესაც მაგალითად ეს დანაკარგი მოვიდა პირდაპირ სინამდვილიდან, ხო? მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს უცაბედი გარდაცვალებები, მაგალითისთვის, ხო, როდესაც არც კი დამეშვა, რომ შენ ხელიდან გამომეცლებოდი, ხო? და შენთან ერთად, შენს გარდაცვალებასთან ერთად ხელიდან გამომეცალა მთელი მომავალი, ხო, რომელსაც მე შენთან ერთად წარმოვისახავდი, ხო? ამ შემთხვევაში არა წარმოსახვიდან დაიწყო, ასე ვთქვათ, წორთნა და ვარჯიში იმაში, რომ ეს ადამიანი ერთ-შენი ერთ დღეს აღარ იქნება, არამედ სინამდვილიდან პირდაპირ შემოიჭრა ეს დანაკარგი და თავისთავად ძალიან მძიმეა. სხვა ტიპის სიმძიმე აქვს და სხვა ტიპის გამოწვევები აქვს, რა თქმა უნდა, დანაკარგს, რომლისთვისაც ვემზადებოდით ხანგრძლივი დროის მანძილზე, ხო? რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის მიტოვების შფოთვასთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული მდგომარეობების ერთობლიობა, როდესაც მე ხელიდან გამომეცალა ადამიანი, რომლისგანაც ვიღებდი სიყვარულს, ხო, სხვადასხვა სახით, რა თქმა უნდა,
რომლისგანაც ვიღებდი მაგალითად მოსიყვარულე შეხებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ან ყოველ შემთხვევაში მას ვაკისრებდი ამის პასუხისმგებლობას, ხო? და როდესაც მე როგორც სუსტი და დაუცველი და სხვაზე თითქმის სრულად დამოკიდებული, ხო? ვრჩები საკუთარი მოთხოვნილებების და საკუთარი არსებობის წინაშე პირისპირ, ხო? და არ მყავს ადამიანი, რომელსაც მივმართავ იმისთვის, რომ აი დამეხმარე იმაში, რომ ჩემი არსებობა ვიტვირთო, ხო? ანუ შენც გადმოგინაწილო, გაგიზიარო, შენ ხარ ჩემი გამზიარებელი, ხო? ანუ ადამიანი, რომელსაც მე ვუზიარებ, ანუ ადამიანი, რომლისთვისაც პირველ რიგში ვარ ხილული, იმიტომ რომ დედა ზოგადად ამასთან ასოცირდება, ხო, ამას უკავშირდება იმით ხშირ შემთხვევაში. და მით უმეტეს ჩვენს ცნობიერებაში, როდესაც პირველი მზრუნველი პირი, რომელზეც სრულად ვართ დამოკიდებული და თან რაც მთავარია სხეულებრივი, განსაკუთრებული სხეულებრივი კავშირი გვაქვს მასთან, არის დედა, ხო? და როდესაც როდესაც დედას ვკარგავთ გარდაცვალების შედეგად და მით უმეტეს საწყის საფეხურზე, ხო, ეს არის განცდილი როგორც უარი მისი მხრიდან, სინამდვილეში, უარი სიყვარულზე, ხო, რომ მე შენ მიმატოვე სინამდვილეში და როგორ შეგეძლო ეს ჩემთვის გაგეკეთებინა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული ადამიანი რა თქმა უნდა აცნობიერებს იმას, რომ შეიძლება ეს განზრახ არ მომხდარა, ხო, რა თქმა უნდა. სხვა სახის გარდაცვალებებია, მაგალითად თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვალება და ასე შემდეგ, ხო, სხვა ტიპის დატვირთვას სცენს, ეს ყველაფერი ამ დანაკარგს. მაგრამ როდესაც ადამიანი გარდაიცვალა დაავადების შედეგად, მაგალითად და ასე შემდეგ, მაინც მე აი ამ განცდას მუდმივად ვეჭიდავები, ასე ვთქვათ, ხო, რომ მე მიმატოვეს მიზეზისგან დამოუკიდებლად მიმატოვეს, ხო? ანუ აღმოჩნდი მარტო საკუთარი არსებობის წინაშე და საკუთარი მოთხოვნილებების წინაშე, ზოგად ადამიანური მოთხოვნილებების წინაშე, რომელშიც სხვათა შორის იგულისხმება მათ შორის ჩვენი შინაგანი სამყაროს მოთხოვნილებები, არა აუცილებლად მხოლოდ სხეულებრივი, ხო? დავრჩი მარტო. ეს მიტოვების ნაწილია, მიტოვებულად საკუთარ თავის განცდის ძალიან ძლიერი მდგომარეობა. კი, ანა, ხა იმდენად საინტერესო იყო ეს და იმდენ საინტერესო მარცვალს შეიცავს, მე ჩემ გონებაში ვსახავ იმას, რა მიმართულებით შემიძლია გავშალო ხა საუბარი. აი დავრჩი მარტო და ამაზე შევჩერდეთ ამ მარტო დარჩენაზე და მიტოვებულობაზე. აი ამ თვალსაზრისით, აი თერაპიული თვალსაზრისით რო შევხედოთ, როგორ მკურნალობთ, ასე შეიძლება დაისვას კითხვა ასეთ ადამიანებს მიტოვების შფოთვის მქონე. მიტოვების შფოთვის მქონეს. აი ეს მოკლედაც შეიძლება ხა ეს წამოვიდა სპონტანურად ძალიან მიტოვების შფოთვა არის შფოთვათა შორის შფოთვა, ასე ვთქვათ. სხვა ყველა შფოთვის მაწარმოებელი, რაც კი რამ შეიძლება გქონდეს, ხო? მაგალითად, მიტოვების შფოთვა უდევს საფუძვლად მათ შორის უარყოფის შფოთვასაც, მათ შორის გარიყვის შფოთვასაც, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები, რომლებიც ჯგუფში, სინამდვილეში ჯგუფური ცოცხალი არსებები ვართ, ხო? იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ჯგუფში თანაცხოვრება მიზნად ისახავს სასიცოცხლო ძალის დაზოგვას და ეს მათ შორის დასტურდება მათ შორის უпростоრად ჩვენი სხეულებრივი თავისებურებების დამსახურებაც არის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი თავის ტვინი და ამ დიდ თავის ტვინს სჭირდება კვება, შესატყვისა, დაპურება და ერთმანეთს რომ არ დავეყრდნოთ, ხო, ძალიან რთულად გამოგვივა გადარჩენა. იმიტომ რომ ზოგადად ეს თავის ტვინი, ხო, უნდა ვასაზრდოთ შესაბამისად, ხო, რაც თავის მხრივ თავის ტვინი, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს გვცემს და ზრუნავს გადარჩენაზე, ბუნებრივია, ხო, ჩვენს გადარჩენაზე. ჩვენ თავის ტვინი არ ზრუნავს იმაზე, რომ მაინც და მაინც ბედნიერები ვიყოთ, ის არ არის დაინტერესებული ამით დიდად, იმიტომ რომ მისი მიზანია ის, რომ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენ როგორც ცოცხალი არსებები გადავრჩეთ, ხო? პირველი შფოთვა და ეს შფოთვა არის ზოგად ადამიანური შფოთვა, ეს არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მიტოვების სინამდვილეში არ ეშინია. ხო, საბოლოოდ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ყოველ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც მეტნაკლებად გვახასიათებს ზუსტად სხვა ადამიანებზე სწორება, ხო, გვახასიათებს თანაგრძნობა, თანაგანცდის უნარი. რა თქმა უნდა, ვცდილობთ იმას, რომ არ აღმოვჩნდეთ გარიყულები, ხო? და შესაბამისად არ აღმოვჩნდეთ მიტოვებულები. იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი მიგვატოვეს, გადარჩენა დანამდვილებით შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია, ძალიან დიდ სასიცოცხლო ძალას ითხოვს, ხო?
ამიტომ ეს ზოგად ადამიანური შიში, მიტოვების შიში, ხო, საბოლოოდ ყველა ჩვენგანს გვაკავშირებს ერთმანეთთან. უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც განვითარების საწყის საფეხურზე ძალიან ხშირად იყვნენ მიტოვებული არა მხოლოდ მათ სხეულებრივ მოთხოვნილებებთან პირისპირ, არამედ მათ ემოციურ მოთხოვნილებებთან პირისპირ, ხო, ან დარჩენილი მარტო, ხო? აქედან, რა თქმა უნდა, იწარმოება მაგალითად საკუთარ ემოციებთან თანაცხოვრების სირთულე. მაგალითისთვის, ხო? და ზუსტად აი ეს გამოუგლოვებლობის ერთ-ერთი აღმნიშვნელი არის, მაგალითად, მთელი პიროვნება შეიძლება შეიქმნას ისეთი, რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად და სრულიად უნებლიეთ, ხო? რომელიც არის ვედრება იმისი, რომ არ მიმატოვო. ხო, აი მაგალითად, ეს შეიძლება იყოს უკიდურესად მოწესრიგებული პიროვნება მაგალითისთვის, ხო, მაგრამ სევდა აი ამ უკიდურესი წესრიგის მიღმა სწორედ ის არის, რომ ვაი თუ ეს ვერ შევძლო, აი ეს მოწესრიგებულობა ვერ შევძლო, ხო? ვაი თუ სადმე გაჟონოს იმან, რომ მეც ადამიანი ვარ. სინამდვილეში, ხო? მეც თავგზააბნეული ვარ, ანუ მეც არ შემიძლია ყველაფერი ზუსტად ზედმიწევნით, ზუსტად მოწესრიგებული მქონდეს, მიმატოვებენ. და ზუსტად ეს არის აი ესეთი არაპირდაპირი მართლაც ვედრება საბოლოო ჯამში ადამიანის, რომ არ აღმოჩნდა მიტოვებული, ხო? რაც შეეხება მიტოვების ფოთვა ნაწარმოებია არა წინასწარმეტყველებადობიდან. ეხლა არა წინასწარმეტყველებადობა და განუჭვრეტელობა რას ნიშნავს, ხო, რომ ვთქვათ, მე როგორც მცირეწლოვან, ასე ვთქვათ, პატარა ცოცხალ არსებას, ხო, რომელმაც არ იცის საკუთარი ემოციების მართვა, იმიტომ რომ ჩვენი თავის ტვინი ეხა უკვე დადგენილია თითქმის, რომ 25 წლის ასაკამდე არ მწიფდება საერთოდაც და მერე მუდმივად განიცდის ცვლილებებს, ხო? ზრდასრულობამ საკმაოდ, ასე ვთქვათ, გადმოიწია, ხო? ყოველ შემთხვევაში ნეიროფსიქიკური თვალსაზრისით ზრდასრულობა დგება არა 18 წლის ასაკში, არამედ თითქმის 30 წლისკენ, ხო? ამიტომ ძალიან დიდ გზას გავდივართ საკუთარ შინაგან სამყაროსთან ურთიერთობის დალაგება მოწესრიგების გზაზე, ხო? საწყის საფეხურზე ჩვენ გვჭირდება საკამარისად გაწონასწორებული და საკუთარ შინაგან სამყაროსთან საკმარისად ესეთი ჰარმონიული ურთიერთობის მქონე ზრდასრული, რომელიც საბოლოოდ ჩვენ გაგვაწონასწორებს მაშინ, როდესაც ჩვენ საკმაოდ ხშირად გამოვდივართ მდგომარეობიდან, ხო? იმიტომ რომ ჩვენ განვიცით ძალიან ძლიერ ემოციებს, მაგალითად დანაკარგის პასუხად. აი მაგალითად ვიღაცამ, თუნდაც ჩემმა უმცროსმა ძმამ წამართვა რაღაც სათამაშო, ხო? ეს არის ძალიან დიდი დანაკარგია, ეს დანაკარგია სინამდვილეში, ხო? რომელსაც მე აღნიშნავ რითი, შეიძლება აღნიშნო ტირილით, შეიძლება აღნიშნო ბრაზით, მაგრამ ვერ ვმართავ, ანუ არ ვიცი ამ ემოციებს რა ვუყო, ხო? გააჩნია მშობელი რა მიდგომას აირჩევს საბოლოოდ ჩემი აი ამ ძლიერი ვნებათაღელოების მიმართ, ხო? თუ კი მე მეუბნება რომ შენ გადიეხა და ცალკე დამშვიდდი და მერე დაბრუნდი მას შემდეგ რაც დამშვიდდები, ვსწავლობ იმას რომ ბრაზი არის აკრძალული მდგომარეობა და საერთოდ ვრჩები მარტო ამ ბრაზთან ერთად, ხო? ანუ პირისპირ და არც ვიცი რა მოვიმოქმედო. არ ვიცი ეს რაღაცა ისეთი რაღაცაა, რაც გადმომცეს და წარმოდგენა არ მაქვს რა გავუკეთო ამ ბრაზს, ხო? ამიტომ ჭირდება ზრდასრული, რომელსაც ერთდროულად შეიძლება გულმოწყალების, სათნოების, ასე ვთქვათ, განხორციელება, ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვხედავ შენს ტანჯვას, მე ვგრძნობ შენ როგორ იტანჯები და იმასაც ვგრძნობ რატომ იტანჯები, ხო? ანუ შენი ტანჯვა ჩემთვის ისეთი კი არ არის, ასე ვთქვათ, დასაცინი, მაგალითად, რომ შენ სათამაშოზე ტირი, მაგალითისთვის, ხო? არამედ ვხედავ რა გტკივა სინამდვილეში, ხო? თუმცა ამავდროულად მე ვერ მოგცემ იმის უფლებას და იმის საშუალებას, რომ შენ დაარტყა, მაგალითად, შენს ძმას, ხო? ანუ აქ დაგიდგები, ეს არის ზუსტად გულმოწყალების ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღერძია, რომ ერთი მხრივ შენ ხილული ხარ და როდესაც შენ ხილული ხარ ჩემთვის, მე შენ არ გარცხვენ, ვცდილობ არ დაგარცხვინო ყოველ შემთხვევაში და თუ დაგარცხვინებ, ვცდილობ რომ აი ეს ბზარი რაღაცნაირად გავამთელო, ხო? იმიტომ რომ დარცხვენა ბზარია საბოლოო ჯამში ჩემსა და შენ შორის. ანუ დარცხვენა ნიშნავს იმას, რომ მე საკმარისად არ ვარ მჭიდრო კავშირში შენთან. არ მესმის შენი და ამიტომ მომინდა რომ შენ დამერცხვინე, ხო? და თან რაც მთავარია
საკუთარ თავშივე არ მესმის იმ მდგომარეობის, რასაც შენში ვხედავ, ხო? საკუთარ თავშივე არის მიუღებელი. ხვდებით, აი ეს არის მიტოვების შფოთვის საფუძვლები, რომ მე აი ის უსაფრთხოება და განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს უსაფრთხოების მიმართ და ეს კარგი არის რომ აქეთკენ წაიყვანეთ, იმიტომ რომ უსაფრთხოების განცდის დანაკარგიც ასევე ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანებში არის გამოუგლოვებელი და ძალიან ხშირად ადამიანები ძალიან რთულ შენობებს, ასე ვთქვათ, აშენებენ ზუსტად იმის ირგვლივ, რომ თავზარდაცემის მდგომარეობაში არ გადავიდნენ, ხო და რას ნიშნავს ეს თავზარდაცემა? რომ ადამიანები უსაფრთხოებას, ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად განიცდიდნენ ზუსტად აი ამ არაწინასწარმეტყველებად გამოხმაურებებს ზრდასრულების მხრიდან, ხო? არ ენდობიან უსაფრთხოების განცდას და არა თუ არ ენდობიან, არამედ არიციან ცნობა უსაფრთხოების განცდის, ხო? ანუ, როდესაც მე განვიცდი, შევიგრძნობ ჩემი სხეულით უსაფრთხოების განცდას, უბრალოდ ვერ ვცნობ მას. საერთოდ არ ვიცი. აი, მაგალითად, ძალიან ხშირად ვიცით, ხა, ნებისმიერ ჩვენგანს რო ვკითხო, რომ შფოთვა როგორ განიცდება, აი, როგორ განიცდი მაგალითად უსაფრთხოების განცდის დანაკლისს, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოგითვლით, რომ აი, გულისცემის გახშირება მაქვს და უშუალოდ ხელები მიცივდება. ხმა მებზარება მაგალითისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ვკითხავთ, რომ უსაფრთხოებას როგორ განიცდი სხეულში, არ ვიცი. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ დავკარგე უსაფრთხოების განცდის ნდობა და დავკარგე ზუსტად იმიტომ, რომ არ მინდა თავზარდაცემის მდგომარეობაში აღმოჩნდე, ხო? და ძალიან ხშირად აი მიტოვების შფოთვის მქონე ადამიანები, ხო? განიცდიან ზუსტად ამას, რომ მე მირჩევნია ვიყო მუდმივად გაფაციცებული, ანუ მუდმივად ვმეთვალყურეობდე და ვზედამხედველობდე გარემოს, მე მირჩევნია განყენებული ვიყო ცხოვრებისგან, იმიტომ რომ საკმარისი უსაფრთხოების განცდა არ მაქვს იმისთვის, რომ დავიწყო თამაში. ანუ შევიდე ცხოვრებაში, ხო? ანუ მივუახლოვდე რაღაც სასურველს, ხო? იმიტომ რომ მეშინია რომ თუ კი დავუახლოვდი ამ უსაფრთხოების განცდას ეს ხელიდან გამომაცლიან, ხო? და სხვა შორის კითხვარებშიც ძალიან ხშირად არის ხოლმე ეს კითხვა, რომ ძალიან ხშირად მეშინია იმისი, რომ ხელიდან გამომეცლება. აი, ურთიერთობები, აი, საცაა დავკარგავ, აი, ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ სულ მაქვს მოლოდინი, რომ აი ეს დანაკარგი მოხდება. და მე აღარ ვიცი რა გავაკეთო, ხო? იმიტომ რომ თავმოყრა სასიცოცხლო ძალის აი ამ დანაკარგთან გამკლავებისთვის არის რთული. არ ვიცი საკუთარ თავს რა ვუთხრა, რატომ დაგკარგე, რატომ გამომეცალე ხელიდან, რატომ მითხარი უარი უსაფრთხოებაზე, ხო? ან რატომ მითხარი უარი სასურველობის განცდაზე, რატომ დავკარგე ეს და აქ არის ზუსტად ესეთი ძლიერი განუსაზღვრელობის განცდა, რომ არ ვიცი საკუთარ თავი რით ვინუგეშო. ძალიან საინტერესო. აი, ხა ზუსტად ჩვენ ამას მივუახლოვდით, მინდა ასეთი მიმართულებით გავშალოთ, დანაკარგი როგორც ცვლილების წინაპირობა. აი, აქ მე მაგალითს მოვიყვანდი, აი, ყველასთვის ცნობილია ბიბლიური იობის ამბავი, ხო? და აი, მოკლედ რომ გადმოვცე, ხა იობის ამბავი, რაში მდგომარეობს? იობი იყო ადამიანი, კაცი, რომელიც ცხოვრობდა ბედნიერად, ცხოვრობდა კეთილდღეობაში, მას ჰქონდა დიდძალი ქონება, ყავდა ცოლი, ყავდა მრავალი შვილი და უეცრად თავს უბედურებათა წყება დაეცემა. ანუ დაკარგავს თავის ქონებას, ამოუწყდება შვილები. მე ეს ცხოვრება ამასაც არ აკმარებს და თავად მას კეთრი შეეყრება, გაირიყება იობი თავისი ამ დაავადების გამო, მაგრამ სამყაროს და კიდევ უფრო მეტად სამყაროს მიღმურ ღმერთს ის არ გმობს ამ უბედურებათა წყების მიუხედავად და თავისი ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იობი საბოლოოდ მოიგებს ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს და ასე მთავრდება იობის ამბავი, რომ ის კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და აი ხა კითხვა რო ასე ჩამოვაყალიბოთ. აი რატომ უნდა დავკარგო იმისთვის, რათა შევიცვალო და რატომ უნდა შემეძლოს დანაკარგის წარმოსახვა ცვლილებისთვის, იმიტომ რომ ეს დანაკარგი არ არის ცალსახად ნეგატიური რამ, ხო? ეს პოზიტიურიც არის, ცვლილებისკენ შეიძლება ახლისკენ გზა გამიხსნას.
აი როგორ ძიუფშია იობთან. კი, ძალიან ისეთი მაგალითი მოიყვანეთ, მე მახსოვს მაგალითად იობის წიგნში როგორ წევლის საკუთარი გაჩენის დღეს თვითონ, ხო, ძალიან ისეთი ძლიერი ის არის, როგორი ბრაზია, ხო, იმის ზუსტად აი ამდენი თავსდამტყდარი რაღაც გამოწვევის, როგორ შეიძლება ჩვენ დღესდღეობით უწოდოთ, ხო, გამოწვევის პასუხად. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ხო, დანაკარგი, ზოგჯერ დანაკარგის გარეშე ჩვეულს არ ვცვლით. იმიტომ რომ ადამიანები მაინც ვართ ცოცხალი არსებები, ჩვეულების შეიძლება ითქვას და წინასწარმეტყველებადობისკენ ვილტვით საბოლოო ჯამში, ხო, ანუ რაღაცა ტიპის წინასწარმეტყველებადობა და წინასწარ განზრახულობა. ზოგადად ჩვენს ცხოვრებას თუ კი არა აქვს, ჩვენ უკიდურესი გზააბნეულობისგანც და მოგვიცავს ხოლმე, ხო, იმიტომ რომ აი მაგალითად არც კი ვიცი ხვალინდელი დღე რას მიქადის, ხო? მაგრამ როდესაც აი მაგალითისთვის რომ ვთქვათ, როდესაც ვმუშაობთ რაღაცა თუნდაც მნიშვნელობის ძიებაზე, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანს ჰქონდეს ეს წინასწარმეტყველებადობის განცდა დღიდან დღემდე, ხო? თუმცა, ნახეთ, ადამიანი არა მხოლოდ წინასწარმეტყველებადობის განცდის მოთხოვნილებას გრძნობს, ხო, ასევე გრძნობს სიახლის მოთხოვნილებასაც, ხო? ამიტომ ის წესრიგი, რომელიც ჩვენივე ნაშენებია, სხვათა შორის შეიძლება ჩვენვე ავუჯანყდეთ ამ წესრიგს, ხო? იმდენად მოგვყირჭდეს, მარტივად რომ ვთქვათ, ხო, და იმდენად მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად აი მაგალითზე რომ ვიმსჯელო, ხო, რომ მაგალითად რაღაცა უნარი გამოვიმუშავე და უკვე საკმარისად ისეთი დახვეწილი ვარ და დახელოვნებული ვარ აი ამ უნარის გამოყენებაში, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმყუდროვე მაქვს და ეს უნარიანობის განცდა უზრუნველყოფილია ჩემთვის, აი რაღაცას ვაკეთებ კარგად, ხო? რაღაც საფეხურზე ჩნდება ზუსტად აი ამ სიახლის მოლოდინი, მაგრამ სიახლეს ამავდროულად გუმანით ვგრძნობ და გული მიგრძნობს, რომ რაღაც სჭირდება, ხო? ანუ საბოლოო ჯამში, ესე იგი ეს ძველი, ამ ძველზე უარი უნდა ვთქვა, ხო? რამდენადმე მაინც ეს არ არის სხვათა შორის საჭირო, რომ მთლიანად გადაიხედოს ხოლმე, მაგალითად ცხოვრება, ხო, იმისთვის, რომ მე რაღაც ცვლილება განვახორციელო, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ წარმოსახვაში შემეძლოს იმისი დაშვება, რომ თუ კი აი ამას დავკარგავ, კი აი ამ ყველაფერს დავკარგავ, ხო? მაშინ რის წინაშე აღმოჩნდები. და მე მახსენდება სხვათა შორის ჩემი სავარჯიშოები, უბრალოდ ჩემი თვითონ სავარჯიშო არ არის ჩემი მოფიქრებული, მაგრამ პაციენტებთან ძალიან ხშირად მივმართავ ხოლმე აი ამ გზას, რომ მოდი მანამ სანამ ჩვენ გადავინაცვლებთ ცვლილებაზე, ხო? მოდი ვნახოთ აი ეს ფსიქიკური მდგომარეობა, რომელშიც შენ იმყოფები, თუნდაც ყველაზე მტანჯველი, შენთვის რას უზრუნველყოფს სინამდვილეში, ხო? და თუ კი ამაზე უარს იტყვი, ან პირდაპირ ვთქვა, თუ კი დაკარგავ, ხო? რა მოხდება მაშინ? და რა დაგჭირდება მაშინ, ხო? და საოცარ იცით რა იყო თავიდან, როდესაც მაინც ახლა გულუბრყვილობა მქონდა ბუნებრივია საწყის საფეხურებზე, იყო ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან აღმოაჩენთ იმას, რომ აი ეს თუნდაც ეს ფსიქიკური აშლილობა, თუნდაც ესეთი ტანჯვა რაღაცნაირად აწესრიგებს მათ ყოფას. ანუ ამ მდგომარეობის ირგვლივ არის მოწესრიგებული მათი ყოფა, ხო? მაგალითისთვის, თუ კი მე ძალიან ძლიერი შფოთვა მაქვს, მაგალითად, ამავდროულად თავს ვიხსნი, მაგალითად, ყოველდღიური რაღაც ამოცანებისგან და გამოწვევებისგან. რასაც შემდეგში აღმოვაჩენ, რომ თურმე განცდა მაქვს, რომ ვერ ვუმკლავდები. ანუ განცდა მაქვს, რომ უუნარო ვარ. არ ვიცი, როგორ დავძლიო ყოველდღიურობა. ანუ ყოველდღიურ გამოწვევებს როგორ ვუპასუხო, არ ვიცი. და თურმე მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ტანჯველი მდგომარეობა, ნაცნობია. ნაცნობია, ჩემი სხეულისთვისაც ნაცნობია, ხო? ჩემი გონებისთვისაც ნაცნობია, ჩემი ცნობიერებისთვის ნაცნობია, ხო? ანუ მე ვიცი აი ეს ტანჯვა. მაგრამ არ ვიცი რაღაც სხვა, ხო? იგივე ეხება სხვათა შორის სასიყვარულო ურთიერთობებს, ხო? როდესაც მე ვიცი როგორია არათანმიმდევრულად გაცემული სიყვარული, ეს ეგრეთ წოდებული ნამცეცები ეხლა, ხო? მაგრამ არ ვიცი ეს ტრაპეზი როგორ ავითვისო, ხო? ანუ არ შემიძლია ამის ესე მარტივად ათვისება. ამიტომ და აქაც დგება, ხო, რომ ერთი შეხედვით რა შეიძლება კარგავდეს ადამიანი.
ხო? მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცას კარგავს. აი თუ კი მაგალითად ექნება სრულფასოვანი წინასწარმეტყველებად სიყვარულზე დაფუძნებული სასიყვარულო ურთიერთობა, ხო? ამ შემთხვევაში კარგავს ზუსტად ყველა იმ ჯავშანს, საბოლოოდ, რაც კი რამ აქვს იმისთვის, რომ თავი დაიცვას ხილულობისგან. იმიტომ რომ თუ მე ხილული გავხდი, ზუსტად აქ მექმნება ის სხვა გამოწვევები, ხო? ან როგორ გავხდე ხილული? ეს სხვა სახის გამოწვევაა, ხო? განსხვავებით იმისგან, რასაც მე შევეჩვიე მაგალითად იმ ურთიერთობებში, სადაც არათანმიმდევრულია სიყვარული. აქ არავინ არ მავალდებულებს, რომ ხილული გავხდე. ხო, ყველაზე დაუცველი გავხდე, ხვდებით? აი ეს არის გავიზიარე რაღაც გავიშინაგანე. აი ზუსტად სიყვარულს მივადექით. სიყვარულის საკითხს რაღაც თითქოს გარდაცვალებების თემა მქონდა თანატოსი და ეხა ეროსთან ვართ, ხო? სიყვარულთან დაკავშირებით, აი მე მახსოვს რაღაც ჩემი კომენტარი რო გავაკეთო, ასე ვთქვათ, რაღაც წელიწად ნახევრის წინ 2 წლის წინ ისე იყო, ჩემ გამოსვლებს ძალიან ხშირად სიყვარულის თემას ვუძღვნიდი ხოლმე, ვაქებდი და ვადიდებდი თუ ვუგალობდი ამას ამ ტრიადას რწმენა, იმედი და სიყვარული. და მე ასეთ რაღაცას მივხვდი. მე რა ბოლო პერიოდში რომ ეს მხოლოდ კურთხევა კი არ არის. შეიძლება წყევლაც კი იყოს, მაშინ როდესაც შენი რწმენა, შენი იმედი და შენი სიყვარული არის ილუზიით გაბერილი და გაჯერებული. როდესაც მას დაკარგული აქვს ბმა რეალობასთან და როდესაც ის არის ერთმხრივი და უხილავი, აი რაც ზუსტად თქვენ ახსენეთ და საპასუხო მოძრაობა არ მოდის. და არ ვიცი, ძალიან ხშირად ადამიანებიც ამას ითხოვენ ხოლმე, გამომსვლელებიც მიყვებიან მათ სურვილებს და საუბრობენ ამ სიყვარულის თემაზე და მე პირადად ბოლო პერიოდში აი ამას ჩავავლე, რომ არანაკლებ საინტერესო არის თავად აი გადაყვარების თემა და გადაყვარების ფენომენი. აი წარმოვიდგინოთ, მე სიტუაციას დავხატავ ასეც, რომ აი ადამიანი არის ერთგვარ რაღაც თითქოს შეპყრობილ მდგომარეობაში, ხო? ამას მიჯაჭვული არის აკვიატებების სანახავს, აი ტელეფონი უდევს ხო და სულ იყურება, რომ აი როდის მომწერს ეს რატომ მომწერა, რატო არ მწერს, ეხლა რა საკეთებს. მე ამ თავის ფოთოებს დარდებს და ფიქრებს უზიარებს თავის ახლობელ მეგობრებს. მე თუნდაც დაუმძიმდა მდგომარეობა, აი შეიძლება ფსიქოლოგს მიაკითხო, ფსიქოთერაპევტს და პროფესიონალი ჩაერიოს, ხო უკვე და დააკვალიანოს ასე ვთქვათ და უმკურნალოს ერთგვარად. და ეხლა უეცრად ეს დაუშვათ, რომ ვთქვათ უცბად ეს ყველაფერი წყდება. და ადამიანს თითქოს ტვირთი ჩამოგეხსნება და იგრძნობს ძალიან დიდ თავისუფლებას და თითქოს რაღაცა ზეცაც მოიწმინდა და შენც აი ამ გადაყვარების შედეგად თუ გადაყვარების სკოლად რაღაც აი გალაღებული ხარ თითქოს და აი ნიჩეს აქვს მეტამორფოზების სერია და პირველი მეტამორფოზა არის აქლემის მეტამორფოზა, აქლემს აქვს თავისი დიდი ტვირთი და მეორე მეტამორფოზა არის ლომის მეტამორფოზა. ლომი არის ფაფარაშლილი, რომელსაც ეს ტვირთი გადაგდებული აქვს და მე ასეთ იმას გავაკეთებდი მოწოდებას, რომ სიყვარული ხო საინტერესოა და მაგარი რამეა, მაგრამ აი ეს გადაყვარებაც ლომის მდგომარეობაში შესვლა, ესეც რაღაც საინტერესო და მომხიბვლელია რა. აი რუსთაველთან რო არის მოციქულებზე ვით იტყვიან, ვით აქებენ, ხო სიყვარულს მოციქულები ცნობანი მიაფერენ და მე ამ ბოლო დროს ეს აზრები მაწუხებს, რომ უნდა ვცნათ და ცნობანი მივაფეროთ ასევე იმას, აი თავად გადაყვარების ფენომენს და აი ხა თქვენც ასეთი კითხვით მინდა მოგმართოთ, ილუზია ვახსენე ხო სულ თავიდან. ამ ილუზიისგან როგორ გავთავისუფლდეთ ან როგორ დავთმოთ ილუზია სინამდვილის სანაცვლოდ? ძალიან საინტერესო კითხვა არის პირველ რიგში შესავალი რაც თქვენ გააკეთეთ. ხო, ილუზია რამდენადმე საჭიროა საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ, შეიძლება ითქვას, ცოტათი შეტყუებულებიც შეიძლება, ხო? აღმოვჩნდეთ იმ სასიყვარულო ურთიერთობებში, რომლებიც შემდეგ დროთა მანძილზე ან დაგვაყენებს იმის პასუხისმგებლობის წინაშე, რომ ჩვენ შეძლებისამებრ განვიარაღდეთ იმ ყველაფრისგან, რაც გვიცავს ზოგადად ტკივილისგან და მაგალითად უარყოფის ტკივილისგან, ან თუნდაც უარის მიღების ტკივილისგან, ხო? ან რა თქმა უნდა არ გარდაისახება, ხო? თუმცა საწყისი საფეხური საბოლოოდ სასიყვარულო ურთიერთობების ხასიათდება ზუსტად ამითი, რომ მე შენ მოგაწერ იმ ყველაფერს, ხო? რაც ჩემს ცხოვრებაში იყო დაკმაყოფილებული, ან არ იყო დაკმაყოფილებული, ხო, დაუკმაყოფილებელი იყო. სწორედ შენ ხარ ის, ვისგანაც მე, ვინც მეიმედები,
ხო, იმისთვის რომ ჩემს მოთხოვნილებებს გამოეხმაურო, ხო? თუ კი ჩემს წარმოსახვასთან, ზუსტად აი ეს თამაშია, ხო, თუ კი წარმოსახულთან შეძლებისამებრ ახლოს არის შენი ქმედებები, ხო? და უპირატესად, ასე რომ ვთქვათ, დამაკმაყოფილებელი ხარ. მაშინ მე შეიძლება მივიღო გადაწყვეტილება იმისი, რომ შენთან გავღრმავდე, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ჩემი სიყვარული კი არ გაღრმავდეს, საერთოდაც დაიწყოს, ხო? იმიტომ რომ საწყისი საფეხური არის ტრფობის საფეხური, როდესაც მე ძალიან დიდ ნებათ აღელვებს, ლტოლვას, მათ შორის დაჟინებულსაც, ხო? შენზე დაჟინებით ფიქრს, შენზე დაჟინებით ოცნებასაც კი, ხო? მოვმართავ შენკენ და საბოლოო ჯამში არა შენ ხარ ჩემი ოცნებების ნაწილი, უბრალოდ შენ როგორც დამოუკიდებელი, შენ როგორც სხვა, შენ როგორც ჩემგან განსხვავებული. არა, თლიანად მე ვარ ამ ყველაფერში, ხშირ შემთხვევაში, ხო? აი ზუსტად ეს რაღაც განჯადოება იწყება ზუსტად აი ამ ტრფობის საფეხურის დასრულების შემდეგ და ბევრი ადამიანი სწორედ ამას ვერ გლოვობს. ანუ ბევრი ადამიანისთვის სიყვარული მთავრდება ზუსტად აი ამ ტრფობის საფეხურის დასრულებისთანავე. და ზრდასრულობის სურვილის მქონე ადამიანებისთვის სიყვარული იწყება ზუსტად აი ამ ტრფობის საფეხურის დასრულების შემდეგ ყოველ შემთხვევაში, ხო? იწყება და ძალიან გრძელი გზა იწყება, ხო? იმიტომ რომ ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მე მათ შორის მაშინაც კი, როდესაც მაგალითად უგუნებოდ ვგრძნობ თავს, ვეერთგულები რაღაც წანამძღვრებს და არ ვღალატობ ამას. ხო, ეს არის საბოლოო ჯამში ის რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიყვარულია. ხო, ეხლა რა ხდება ადამიანებში, ეს ძალიან საინტერესო ნაწილია, ხო? რამდენად შემიძლია დავიტიო იმედგაცრუება, ხო? არიან ადამიანები, რომელთათვისაც თუ ამ წარმოსახვითს აი უკიდურესად პატარა ესეთი ნაკაწრი დააჩნდა, ხო? ანუ რას ნიშნავს ეს, რომ შენ განსხვავდები ჩემი წარმოსახვისგან, ხო, წარმოსახულისგან და ესეც გევალება რომ განსხვავდებოდე ბუნებრივია, ხო, იმიტომ რომ შენ არ ხარ ჩემი წარმოსახვა. ხო, საბოლოო ჯამში შენ ხარ ვიღაც სხვა, ჩემი წარმოსახვისგან განსხვავებული და ჩემი წარმოსახულისგან სხვა, ხო? ამიტომ, როდესაც ეს ნაკაწრი აჩნდება უმცირესი, ხო, მაშინვე გავრბივარ. ანუ განშორებას ვარჩევ, ხო, იმიტომ რომ უდიდესია ეს იმედგაცრუების, ანუ შენ არ გიტოვებ იმის უფლებას, რომ იყო სხვა და განსხვავებული. და არსებობენ ადამიანები, რომელთა წარმოსახულს რაც არ უნდა ბევრი ნაკაწრი დაატყო, ხო, მაინც ერთგული ვრჩები საკუთარი წარმოსახულის სინამდვილეში. ხო, საბოლოო ჯამში ორივე ასეთი ადამიანი რჩება წარმოსახულის ერთგული და არა ნამდვილის ერთგული, ხო? იმიტომ რომ არც ერთში არ არის ასახული სინამდვილე, ხო? თუ კი მე უპირატესად იმედგამაცრუებელი ვარ, გაყენებ ტკივილს, მაგალითად, უსაფრთხოების განცდას მუდმივად ვარყევ, ხო? რასე ერთგულები, ხო? კარგად რო დაფიქრდე, რა თქმა უნდა, ერთგულები წარმოსახულს და არა ნამდვილს, იმიტომ რომ სინამდვილე გაიძულებდა, რომ მაშინ მე განმშორებოდი. ისევე როგორც პირველი აღწერილი შემთხვევა, ხო, როდესაც უმცირესი ნაკაწრი დავამჩნიე, ხო, ჩემთან ნდობას, მე მყისიერად ვამბობ უარს შენზე, როგორც ჩემი წარმოსახულისგან დამოუკიდებელზე, ხო, ესეც წარმოსახვის ერთგულებაა საბოლოო ჯამში, ხო? ამიტომ რაც თქვენს მეორე კითხვას რო დაუბრუნდეთ, რომ რა არის კურნება საბოლოო ჯამში, ხო? ეს გულწრფელი რო იყო, არც კი მაქვს პასუხი ამაზე სრულყოფილად ესე ჩამოყალიბებული და სრულფასოვნად შეიძლება ითქვას, თუმცა რაც სავარაუდოდ არის, ხო, ამ წარმოსახვითისგან სინამდვილით განკურნების, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება შეთამაშება ზუსტად წარმოსახვითსა და ნამდვილს შორის, ხო? იმიტომ რომ თუ კი მე წარმომიდგენია შენგან მიღებული სითბო და სინამდვილე ამას მუდმივად ეხლება, ხო? და მუდმივად მეუბნება რომ იცი რა, მე არ გავცემ შენთვის სითბოს, ხო, პირიქითაც კი. და აი ამას ვერ ვათავსებ ერთად, ხო, საბოლოო ჯამში ეს არის, რა თქმა უნდა, წარმოსახვითში დარჩენა და სინამდვილეშიზე უარის თქმა, ხო? და წარმოსახვით ნუგეშის ცემა, მაშინ, როდესაც სინამდვილე არის უკიდურესად მტკივნეული, ხო? მაშინ, როდესაც მე, სხვათა შორის, არ შემიძლია დავიჯერო ის, ან ჩემთვის დაუჯერებელია, წარმოუდგენელია ის, რომ შენ არ გიყვარვარ. სინამდვილეში არ გიყვარვარ. არ შეგიძლია გიყვარდე.
რაღაცა მიზეზების გამო არ გიყვარვარ, ხო? ამიტომ კურნება არის იცით რისი დაშვება, რომ მე თავისუფლად შეიძლება შენ არ გიყვარდე. თავისუფლად შეიძლება შენ ხარ სწორედ ის, ვინც ყველაზე მეტად მაგრძნობინებს თავს არასასურველად, ხო? და ასევე კურნებაც სხვათა შორის არის ის, რომ სწორედ შენ შეიძლება იყო ის, ვისაც გიყვარვარ. ანუ ეს არის ყოველდღიური სამუშაო სხვათა შორის. საკუთარ თავთან რაღაც კითხვების დასმის, როგორ გრძნობ თავს ამ ადამიანთან, ხო? ანუ როგორ გაგრძნობინებს თავს ამ ადამიანთან ურთიერთობა, სხეულის მოსმენის სხვათა შორის. ისევე როგორც სინამდვილის მოსმენის, ხო? იმიტომ რომ მე შეიძლება უსაფრთხოების განცდის დანაკლისი შემექმნა, თუმცა შენ როგორც დამოუკიდებელი და შენ როგორც სხვა საერთოდაც პირიქით, ანუ საერთოდ არ მაქვს საფუძველი ამ უსაფრთხოების განცდის დანაკლისის, ხო? ისევე როგორც შეიძლება სრულიად მოჩვენებითია ეს უსაფრთხოების განცდა და შენი ქცევები და ქმედებები პირიქით ყველა საფუძველს იძლევა, რომ უსაფრთხოების განცდა დავკარგო, დროულად დავკარგო. ხვდებით? ამიტომ ეს არის მუდმივი თვითდაკვირვების და მათ შორის კიდევ გარემოსთან აი ამ გაცვლა გამოცვლის შედეგი. თუ კი შეგვიძლია საერთოდ კურნებაზე ვისაუბროთ, ხო? ანუ ის კურნება. აი კურნებას მე ასე ვთქვათ, ჩემ ტერმინოლოგიურ აპარატში თუ არ ვიცი როგორ ვუწოდო, შეიძლება ასეც მოიხსენიო დიდი გალაღება და დიდი გადაყვარება ქვია ჩემს ენაზე, ასე ვთქვათ. და დიდი დაუინტერესებლობა. ოღონდ დაუინტერესებლობა არა თავისი ნეგატიური გაგებით, არამედ ამას პოზიტიური მომენტიც აქვს, ხო? აი, ეხლა უფრო თანამედროვე ეპოქასთან კავშირში მინდა დავსვო ეს კითხვა. და ეხმიანება იმავე სიყვარულის თემასაც, კურნებასაც, დამშვიდობებასაც და ასე შემდეგ, სოციალური ქსელების როლი. იმიტომ რომ ხა სოციალური ქსელების შედეგად თითქოს მუდმივად მეთვალყურებთ ხო სხვების ცხოვრებას და განსაკუთრებით ჩვენი საყვარელი ადამიანების ან ყოფილი საყვარელი ადამიანების ცხოვრებას. ნუ ადამიანები შეიძლება ვიღაცა ხო არსებობს ასეთი სიტყვა ხო დაბლოკვა ვიღაცას ბლოკავდეს. აი როგორ აისახება ეს სოციალური ქსელები დამშვიდობებასა, კურნებაზე, საერთოდ კურნების პროცესსა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბოლო დროა საერთოდ ყველანაირად ვცდილობთ გლოვას დავუსხლტეთ ხელიდან. აი ეს ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც გლოვისგან გავიხიზნებით ხოლმე საბოლოოდ, ხო, როდესაც ჩვენ საბოლოო ჯამში ჩემი ის არის ხედვა არის, რომ ცხოვრობთ ეპოქაში, რომელმაც მთლიანად მიიტაცა სასიცოცხლო ძალა გლოვისგან, ან დამშვიდობებისგან, ხო, იმიტომ რომ ჩვენ დრო არასდროს არ გვაქვს იმისთვის, რომ ადამიანებს გულდასმით დავემშვიდობოთ და ეს სხვათა შორის აი ეს ნაგულისხმევი დამშვიდობება და ის რომ ყველა ჩვენგანი მოკვდავია და ასე შემდეგ აისახება ურთიერთობებზეც მათ შორის, ხო? ჩვენ არ ვეურთიერთებთ ერთმანეთს როგორც მოკვდავებს, ხო? ანუ აღარ გვაქვს იმის განცდა, რომ შეიძლება ეს ადამიანი მაგალითად ხვალ ვეღარ ვნახო და მოდი რაღაც სისათუთეს შევიტან მაგალითისთვის ამაში, ხო? აღარ არის ყოველ შემთხვევაში, ნუ ახლა არ არის, არ ვიცი იყო თუ არა, მაგრამ თითქოს რაღაც მე ყოველ შემთხვევაში მახსოვს, რომ იყო თითქოს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ნელ-ნელა რაღაც გაუჩინარდა, ხო? ასევე არის ის, რომ სხვა რაღაცას სჭირდები თითქოს, მუდმივად სხვა რაღაცას და ეს არის ზედამოუკიდებლობა. და ეგრეთ წოდებული თვითმკმარობა, რომელიც არ არსებობს სინამდვილეში, ხო? რომ შენ უნდა იყო თვითმკმარი, შენ არავინ არ უნდა გჭირდებოდეს, ხო? და გლოვა რას აღნიშნავს პირველ რიგში? აღნიშნავს იმას, რომ შენ ჩემთვის ძვირფასი იყავი. და მე შენზე რამდენადმე მაინც დამოკიდებული ვიყავი, ხო? და როგორ შეიძლება ადამიანებს, რომელთაც გვაქვს სხვაზე დამოკიდებულების მუდმივი შფოთვა და თან რაც მთავარია, ვზრუნავთ იმაზე, რომ სხვაზე დამოკიდებულები არ აღმოჩნდეთ არაფრის ფასად, ხო? და ვილტვით ზუსტად აი ამ თვითმკმარობისკენ, სადაც საკუთარ თავსაც წარმატებით მოვიტყუებთ პირდაპირ, ვთქვათ, რომ ჩვენ სხვა ადამიანი არ გვჭირდება, არასდროს არაფერში, ხო? მუდმივად ვართ თვითმკმარობის ამ მდგომარეობაში, ხო? რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ მე მუდმივად ვცდილობ, რომ გადავემალო გლოვის გარდაუვალობას, დამშვიდობების გარდაუვალობას გადავემალო, ხო? არ მცალია დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობის დატირებისთვის, პირდაპირ ვთქვათ, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ხო? არ მცალია იმისთვის, რომ ჩემი გარდაცვლილი მშობელი მაგალითად ვიგლოვო. იმიტომ რომ მეშინია იმისი, რომ დარდს გადავყვევი.
მე შინია მისი რომ აქედან ვეღარ დავიხსნი თავს, ხო? და თავის მხრივ აი ეს გამოუგლოვებლობისკენ რაღაც ესეთი დაჟინებული ლტოლვა, ხო? უკავშირდება ზუსტად ჩვენს შინაგან მდგომარეობებთან თანაცხოვრების უნარების უკიდურეს განუვითარებლობას, ხო? იმიტომ რომ არ ვიცით სევდას როგორ მოვეპყრათ. არ ვიცით გულდაწყვეტილობას როგორ მოვეპყრათ, ხო? არ ვიცით დარდს როგორ მოვეპყრათ საბოლოოდ და სინამდვილეში მუდმივად ვნარჩუნდებით დაუსრულებელი, ანუ დაუსრულებელი არა, ამოუწურავი გლოვის მდგომარეობაში, ხო? საბოლოოდ მთელი ცხოვრება არის მართლაც დანაკარგების ან უცვლილებების ერთობლიობა, ხო? თუმცა რეალურად ჩვენ მუდმივად ვცდილობთ რომ გავეხიზნოთ საბოლოო ჯამში აი ამ ცვლილებასთან დაკავშირებულ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ემოციას, რაც არის სევდა და დარდი, რაც აღნიშნავს დანაკარგს, ხომ და რაც აღნიშნავს იმას, რომ შენ იყავი ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი. აი ხა გლოვისგან გახიზნა იყო. მე ისევ ავითვისებ თქვენს ფრაზას და ეხლა უკვე გლოვაში გახიზნაზე რო გადავინაცვლოთ და გლოვაში თავის შეფარებაზე, ხო? გლოვას თავის შევაფარე, იმიტომ რომ ჩემთვის ის არის საფრთხო, მაშინ როდესაც ახალი და ცვლილება არის საშიში და რაღაც საფრთხის შემცველი. აი ხა აქაც დავხატავ მე ასეთ სცენას, ასეთ სიტუაციას. წარმოვიდგინოთ, რომ მე ილუზიისგან გავთავისუფლდი. აღარც ეს რაღაც ილუზორული ლტოლვები მაძუხებს, აღარც მონატრება. ჩემი ხედვა რეალისტური გახდა, რეალობას თვალი გაუსწორე. დავინახე სინამდვილე, მაგრამ ეხლა აი ეს ჩემი გლოვა, დარდი, დანაკარგი, რაც ადრე ცრემლებად მომდიოდა, თითქოს გაქვავდა და ეს გაქვავებული ცრემლები ბარიერს ქმნის ჩემსა და გარე სამყაროს შორის და მე ხელს მიშლის გავიხსნა ახალი კავშირებისთვის. აი ამ პროცესში არსებობს რაღაც საფეხურები, გავდივართ რაღაც საფეხურებს და ასევე ჩნდება ის კითხვა, რომ ამ გლოვაში გახიზნვისგან როგორ უნდა განვარდე გლოვისგან, გავთავისუფლდე გლოვისგან და კვლავ გავხდე ღია და მგრძნობიარე, ასე ვიტყოდე. გლოვისგან, აი გლოვის დასრულება არის თვითონ ძალიან სადაო საერთოდ ცნება, რომელიც დამკვიდრდა რაღაც განსაზღვრული დროის მანძილზე, ხო? აქ მთავარი კითხვა, რაც მე შემიძლია ამ კითხვის პასუხად კიდევ კითხვა დავსვა, არის ის, რომ რამდენად მჭირდება რომ საბოლოო ჯამში ვილტვოდე დასრულებისკენ, რომ აღარ მაწუხებდეს მაგალითად სრულიად, ხო? რაღაც მაგალითისთვის და აი იმას რასაც თქვენ აღწერთ, რომ ეხა ილუზია დავკარგე, ხო? და სინამდვილე შემოვიდა, ხო? საბოლოოდ, როდესაც მე ჯერჯერობით ვბრაზობ იმაზე, რომ სინამდვილე არის სწორედ ისეთი, როგორც არის, ხო? საბოლოო ჯამში მაინც ილუზიის მაინც იქ ვარ შეფარებული, ხო? და ზრდასრულობა თავისთავად გულისხმობს შეძლებისამებრ, თავისთავად აი ამ სინამდვილის ძალიან ესეთი მრავალგანზომილებიანობის დაშვებას და მიღებას, ხო? სადაც მათ შორის იმის აღიარებასაც, რომ შეიძლება მე კიდევ ერთხელ აღმოჩნდე რაღაც მსგავს მდგომარეობაში, ხო? ანუ არ ვარ დაზღვეული ამ ყველაფრისგან. ის რომ მაგალითად მე თუნდაც ფსიქოთერაპიული შეხვედრების ფარგლებში რაღაცა ვიგლოვე, ხო? ანუ ჩემს ტკივილს, ჩემს დარდს, ხო, ჩემს დანაკარგს სივრცე დავუთმე და ვისაუბრე ამაზე, გამოვხატე. ან მაგალითად თუნდაც სხეული ასე თუ ისე განვმუხტე, გავათავისუფლე ამ დარდისგან, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმავენაირ, ასე ვთქვათ, კანონზომიერებაში არ აღმოჩნდები. უბრალოდ სავარაუდოდ ზრდა მოიცავს იმას, ზუსტად ამის გაცნობიერებას, რომ არაფერი გვაზღვევს ტკივილისგან, მაინც ხელს ვაწერთ ტკივილზე და თუ არ ვცდები ლუის გლუკის ესეთი, ეს არის ძალიან კარგი პოეტი არის, ესეთი ფრაზა მახსენდება, რომ არის თუ არა რაღაცა ისეთი, რაც შეიძლება გიყვარდეს და რისი დაკარგვაც შეუძლებელია. და პასუხად რა თქმა უნდა არის ის, რომ არ არსებობს ასეთი რაღაცა. ყველაფერი ან პოტენციურად არის ისეთი ვინმე ან რამე, რაც აუცილებლად შეიძლება დაიკარგოს. და იკარგება კიდეც, ხო? იკარგებიან ადამიანები იმ სახით, რა სახითაც ვიცნობდით მაგალითად, ხო? და ჩვენი დაჟინებული მცდელობები არსებობს იმის, რომ დავაბრუნოთ ის ადამიანები იქ, სადაც ისინი აღარ არიან. უბრალოდ იმ ადამიანთან დავაბრუნოთ, ხო? რომელთაც თავად აღარ ენათესავებიან, ხო? და ეს ცვლილება ჩვენთვის რაღაც საფრთხედაც განიცდება.
ზუსტად აი ამ წარმოსახვითის დათმობის საფრთხედ განიცდება, ხო? რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ხო? ესეთი, რა თქმა უნდა, ესეთი გაწერილი პასუხი არ არსებობს, მაგრამ მე რაც ჩემი გამოცდილებით, ასე ვთქვათ, ყოფილა საკმაოდ ისეთი შედეგიანი, ხო? ეს არის ის, რომ პირველ რიგში დრო დაუთმოს გლოვას. პირველ რიგში, ხო, იმიტომ რომ და მათ შორის წარმოისახოს ის, რას კარგავს თუნდაც ამ გლოვის დათმობით. რომ აი თუ კი მე მაგალითად მივიღე ბოლო-ბოლო, ხო, ან განვიცადე და თანაც მთავარია რაღაცნაირად გავისიგრძეგანე, რომ რაღაც შეიცვალა, ხო, და ჩემი სხეულიც უკვე აღარ ეწინააღმდეგება ამ ცვლილებებს ასე ძალიან, ხო? აი ამ ცვლილების შედეგად რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში? ან მე როგორ ვიცვლები? მას შემდეგ, რაც ვიღებ ამ დანაკარგს, ხო? რა აუცილებლობების წინაშე ვდგები, ხო? ან საერთოდ აუცილებელია რომ ვიმოქმედო, თუ კი დავუშვათ რაღაცა ეს გამოვიგლოვე და დავემშვიდობე, ხო? ხდებით აი უფრო ეს შემიძლია გიპასუხოთ ამ კითხვაზე. კი, ნამდვილად. აი ხა ასევე გავაკეთებდი სპონტანურად სულ თავიდან ჩვენ რამდენიმე ნაკადი გქონდა, ხო და მე შევეცადე ეს ნაკადები აგვეთვისებინა. და აი ერთი რაღაც შემომრჩა, ასე ვთქვათ და ფიქრად ჩამრჩა თქვენ ახსენეთ შეუმდგარი ცხოვრების დანაკარგი. აი მოკლედ ესეც ეს ხაზიცხვა. შეუმდგარი ცხოვრება არის ცხოვრება, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს სინამდვილეში, ხო და ეს ცხოვრება შეიძლება ჩვენი მიმდინარე ცხოვრება შესაძლოა მეტნაკლებად უახლოვდება აი ამ საუკეთესოს, ასე ვთქვათ, რაც კი სრულყოფილს, რაც კი რამ შეგვიძლია ვიცხოვროთ და ზოგჯერ ასევე განიცდის ძალიან ესეთ განსვლას, ხო? ანუ თითქმის საერთოდ აღარ არის ხოლმე გადაკვეთა, ხო? აი ამ შეუმდგარი ცხოვრების ხატში, ცხოვრებაში, რომელზეც მე ვოცნებობ, ხო? ასახული არის ხშირ შემთხვევაში ჩემი ნაიარევები. აი ზუსტად ამას გულისხმობდი, როდესაც სურვილზე, როგორც დანაკარგზე ვსაუბრობთ, ხო? აი დანაკარგიდან შეიძლება იწარმოოს და ისაზრდოს სურვილი, ხო? აი მაგალითად მე შეიძლება სურს ცხოვრება, რომელშიც მაგალითად ვარ აი ამგვარად და ამგვარად შემდგარი ადამიანი, ხო? მაგრამ რისთვის მჭირდება ეს შემდგარობა? აი თავარი კითხვა, რასაც მე ვუსვამ ხოლმე ჩემს პაციენტებს ძალიან ხშირად არის ხოლმე ეს, ხო? აი ამ ეს ოცნება რატომ გჭირდება ასე ძალიან რომ განხორციელდეს, ხო? და საბოლოო ჯამში რატომ არ დგამ ნაბიჯებს ზოგჯერ და კი არა და ხშირ შემთხვევაში რატომ არ დგამ ამ ცხოვრების განხორციელებისკენ ნაბიჯებს, ხო? იმიტომ რომ ეს ცხოვრება, ეს წარმოსახვითი ცხოვრება ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენი თავშესაფარია, ჩვენი ნუგეშია სინამდვილეში, რომლის განხორციელებაც შეიძლება სრულიადად ძალიან დიდ სასიცოცხლო ძალას ითხოვდეს, ხო? და ის არსებობს მხოლოდ ერთადერთი მიზნით ზოგჯერ. იმ მიზნით, რომ ჩვენ გვანუგეშოს. მაშინ, როდესაც ძალიან გვიჭირს, ხო? აი მაშინ, როდესაც ძალიან გვიჭირს, მაშინ, როდესაც მაგალითად განცდა გვაქვს, რომ უნარო ვართ მაგალითისთვის, ხო? შეიძლება საკუთარი ცხოვრება ზუსტად ეს ოცნების ნაწილი არის ხოლმე, რომ აი როგორი შემდგარი და უნარიანი ვარ, როგორ ყველა მაღიარებს, ხო? ან სადღაც სხვა ქვეყანაში ვარ აღიარებული მაგალითისთვის და ასე შემდეგ, ხო? თვითონ ეს წარმოსახვაც კი არის საკმაოდ მანუგეშებელი. და იწვევს ზუსტად აი ამ იარების ნუგეშის ცემას, რომელიც მე მაქვს მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ვიაზრებ და განვიცდი როგორც უნაროს და აქედან გამომდინარე არასასურველსაც. ხო? ამიტომ ზოგჯერ რაღაც ცხოვრებისეული გარემოებებისგან გამომდინარე ამ ცხოვრების, ამ ოცნებასთან გამომშვიდობების აუცილებლობაც დგება ხოლმე. ხო, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად გვასულდგმულებდა იმედი, რომ ოდესღაც აი ეს განხორციელდებოდა. თუმცა იყო თუ არა ეს ოცნება ოდესმე ჩაფიქრებული როგორც განსახორციელებელი, ხო, აი ეს არის ძალიან ცალკე საკითხი და საკმაოდ ისეთი თავსატეხი. ანუ დასასრულისკენ წავედი და ბოლოს მინდა დავსვა ასეთი ბლიც კითხვა. დრო არის ყველაფრის მკურნალი? ხო? თქვენ როგორც კარგი კითხვა არის. დრო სჭირდება კურნებას, თუმცა ის არ არის ყველაფრის მკურნალი. ანუ ჩვენი ძალისხმევა და ჩვენი მონაწილეობა მაინც არის ხოლმე დროსთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და
საინტერესო საუბრისთვის მე პირადად ვიტყოდი ჩემი გადმოსახედიდან, რომ ეს ჩემთვის ერთგვარად სულიერი საზრდო იყო. დღეს მე მივიღე ჩემი წილი თერაპია და სხვა ყველაფერთან ერთად კიდევ ერთხელ გავაცნობიერებ ფსიქოთერაპიის მნიშვნელობა. იმედი მაქვს ჩვენი მაყურებლისთვისაც ეს რაღაც თერაპიული სამკურნალო ზემოქმედების მქონე იქნებოდა შემეცნებით ზემოქმედებასთან ერთად და ამით მე მინდა დავიმშვიდობო ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენი სტუმარი იყო კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი ანა ღვინიანიძე და მაყურებელს შემდეგ შეხვედრამდე.